მომიტევეთ, მაგრამ ახლა რაში დებთ ბრალს რუსეთს? თქვენი სიცხი ვერ შეძელით, რომ სიტყვიერად დაგმოთ ირანში პატარა გოგონების მასობრივი დახოცვა ამერიკელების მიერ. ვერც ისრაელის მიერ ღაზას სექტორში მცხოვრებლების გენოციდი დაგმეთ და ვერც ხმა ამოიღეთ ებრაელების მიერ დანაშაულებზე სამხრეთ ლიბანში. ამის შემდეგ რის თქმა გსურთ რუსებისთვის? რამდენიმე დღის წინ დაუბრუნდი მოსკოვიდან. რუს პოლიტიკოსებთან მოლაპარაკებები გავმართე და მათ პროცესში შემდეგი რამ მკითხეს. სად არის ბრიუსელის სანქციები ამერიკაზე და ისრაელზე? თუ კი თქვენ მართლაც ასეთი პრინციპულები ხართ. ისინი თქვენ დაგცინიან ქალბატონო კალას. და თქვენ ამას იმსახურებთ, რადგან ფარისეველი ხართ. მე მოსკოვში და სტალინგრადში ვიმყოფებოდი, რათა პატივი მიმეგო ფაშიზმისგან ჩვენი განმათავისუფლებლებისთვის. ჩემს მსგავსად მალე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცოც ეწვევა მოსკოვს. გერმანელი ნაცისტების მიერ არც ერთი სხვა ქვეყანა უფრო მეტად არ დაზარალებულა, ვიდრე რუსეთი. ჩვენ მადლობას ვუხდით საბჭოთა კავშირს იმ მშვიდობისა და თავისუფლებისთვის, რომელიც მათ მოგვანიჭეს. გულისამრევია ის გარემოება, რომ ბალტიის ქვეყნების წარმომადგენლებს არ სურთ ჩვენი პრემიერისთვის მათი საჰაერო სივრცის დათმობა, რათა პრემიერმა ფიცომ პატივი მიაგოს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. როგორც ჩანს, ვიღაცები გულდაწყვეტილები არიან იმით, რომ ჩვენ ფაშიზმი დავამარცხეთ. განა ასე არ არის ქალბატონო კალას. და თქვენ ქალბატონო ფონ დერ ლაიენ, როგორც გერმანელი მუხლებზე დაჩოქილი უნდა მიხოხავდეთ მოსკოვში და პატიებას ითხოვდეთ. თქვენმა წინაპრებმა ათობით მილიონი სლავი მოკლეს და დღეს თქვენ იმავე მიდგომას მიმართავთ, როდესაც რუსეთის წინააღმდეგ სიზულვილს ახალისებთ. სირცხვილი თქვენ ხართ ნამდვილი საფრთხე სამშვიდობო პროცესში. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.